ეს ეკლესია ნიშნავს იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთას. ქრონიკას ახარებაში აღწერილი იქნა უკვე ეპიზოდი, სადაც საუბარია იოანე ნათლისმცემლის თავის მოკვეთაზე და მის სიკვდილით დაშლის. ჰეროდე, რომელმაც იოანე ნათლისმცემლის თავი მოკვეთა, რამოდენიმე წუთი ხნის წინ აღრესანა მის მოხდებოდა, ჰეროდეს ცილი დასწამეს რომის კეისრის წინააღმდეგ გაჩაღებაში. ის დაიბარეს რომში, რომელიც ამდგარიყო კეისრის წინაშე, და როგორც წესი ესეთ დროს ესეთი დაბარებული ხალხი სიცოცხლეს ამთავრებდა სასიკვდილო განაჩენით. თან ყოველთვის თუ იმას კეისრის წინააღმდეგ ბრძოლას დაძებდა, ყველა ერიდებოდა ამ კაცთან ურთიერთობას. არ როგორც 27 წელს იყო დაახლოებით, ალბათ გაგიგიათ ჩვენი მშობლებისგანო, თუ კი ვინმე შეტყოდა რომ ხალხის პერი იყო ან რომელიმე ოჯახიდან ვინმეს გაასამართლებდნენ, გადაასახლებდნენ ციმბირში, ამ ოჯახთან ურთიერთობას ერიდებოდა ყველა. რამდენი შეიძლება რომ მათთან ურთიერთობის გამო ისინი ჩადაეცილეთ. აი ზუსტად ესე იყო, როდესაც ჰეროდე დაიბარეს, ჰეროდესთან ურთიერთობაც კი საშიში იყო, საუბარიც კი საშიში იყო, რადგან ამ მოსაუბრეებსა და მასთან ჰეროდეს თანამგზნო პირებსაც კი პირებისთვის იგივე საშიში აკეთებდა. ამიტომ მიუხედავად ამისა, მისი ძმა ფილიპე, რომელიც რომში ცხოვრობდა, არ შეუშინდა ამას, მიიღო ძმა თავის სახში სტუბრად, და როდესაც ფილიპემ ძმა თავის ძმა ჰეროდეს გამო თავის სასიკვდილოდ გადასდო, უმასპინძლამას ისტუბრა ის, და ჰეროდე როდესაც წარდგა კეისრის სამშობლოზე, იგი გამართლა. ეს შეიძლება ხდებოდა და მადლობა ჰეროდე მივიდი გადაუხადა თავის ძმას ფილიპეს, რომ მას მოსტაცა ცოლი და წამოიყვანა თავის სახში. და ცოლს გამოყო თავისი შვილი სალომე. ეს არის ელიტაოწრელი ურჩულობა და კრეხელობა, როდესაც საკუთარ ძმას ართო ცოლს. პავლოდა პალესტინაში დაიწყო მმართველობა და ამ დროს იოანე ნათლისმცემელი განოდის საკათაგებლად დაამხილოს ჰეროდეს ურჩულობა და იძახის, რომ მან საკუთარ ძმას წაართვა ცოლი. იოანე ნათლისმცემელმა იცოდა, რომ ჰეროდეს ესეთი ურჩულობა, უსნეო გადაწყვეტილება და გადადგმული ნაბიჯი მაგალითი იქნებოდა სხვებისთვის. მას მებრძავდნენ მისი კარის მსახურები, შემდეგ კიდევ უფრო დაბალ საფეხურზე გადმოვიდოდა, ეს ყველაფერი გავრცელდებოდა და საბოლოოდ მოხდებოდა ისე, რომ მთელი ჰეროდესავი დაიწყებდა მეორე ცოლის მოყვანას, მის ცოლების სართულას, გარყვნილებას, უზნეო ცხოვრებას, ამით დასრულდებოდა ღმერთს და დაიშჩებოდა. ზუსტად ესე წერია ქართლის ცხოვრებაში, როდესაც გადაშევთ ქართლის ცხოვრებას, რაც ლაშა გიორგიზე აღწერილი, პირდაპირ მონაწილე ძალიან ესეთი გულისხმით აღნიშნავს, რომ თელმა ერმა დაიწყო გარყვნილად ცხოვრება მეტი შეხედვით. და ის დამთავრდა საქართველოსთვის, ქვეყანას ღმერთმა საშინელად მოუწია ჯალალედინი, რომელმაც 100,000 კაცია წამოამეტა ხისხლიძე და შემდეგ ამას მოყვა მონგოლთა თითქმის საუკუნოვანი ბატონობა საქართველოში. ეს ყველაფერი იყო სწორედ მეტის ურჩულობის გამო. იოანე ნათლისმცემელმა ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა და ამიტომაც მან დაიწყო ხილება ურჩულო თავრის და მისი შეგონება, რომ მას როგორ გაეშვა ძმის ცოლი. მაგრამ სახარ
ვითარებაში წერია, როდესაც შეაგონებ ბრძეს მოგისმენთ და აგიჭირებს ურჯულობად სწორედ შეებრათ შეგიჭირებს. გახსოვს, იგალ სოლომონის იგებში. თანაც ხდებოდა ესე იგი ეს ფილიპის სოლი. ეს თალინის მაგიოსიანში ჩავარდი იყო. აღაცა პატიება ეთქო ღვთისთვის. ათვისენის წინაშე თავი დაემდებლებინა, როგორც დიდი წინასწარმეტყველის წინაშე თელმა ერმა იცოდა, რომ იონათის წინაშე წმინდა იყო, ის წმინდანი იყო. მიუხედავად ამისა, ამ ქალმა ესე გაუძლო ამ ქალს ეს ვენება და სიბოროტე, რომ ამ პირდაპირ გადაწყვიტა იონათის წინაშე მოკლა. და ეს ხელს დაბადებული ჰქონდა ეროდეს დაბადებული ყავდა უამრავი სტუმრები. ათასის თავადები თავადები ფერი ელიტა ინდოენდელი იუდეის ათიტონაც ნასვამი იყო ამ დროს დაიწყო ცეკვა სალომე ესე ისე ცეკვა და სალომე რომ ჰეროდე გაგიშტა და შეფიცა რომ გასკინა მითხარი ყველაფერს მოხდა ნახევარ საათსაც კი ანუ კაცი დაბრმავდა კაცი რომელმაც მთელი ცხოვრება თავის ძალაუფლება შეცირა ძალაუფლებაში მოსვლა შეცირა 1000 ინტრიგებს აკეთებდა ყველაფერს უდევდა რომ თავი დაფარიყო აი ტიპლიკანა ძალის შემხედვარი დაკარგა ყველაფერი წონასწორობა თავმოყარეობა და პატარა გოგოს ნიშნულს აიძრა წარმოიდგინეთ რა გაუკეთე მოცეკვაო ქალის ყურება და ეს კაცი რომელიც მართოდა ქვეყანას ისე ამსუბუქდა და ისე ამჩებდა საკუთარ ნიშნულზე ზაფხული დაიწყო გულის და ახლა სამწუხაროდ კი შეფითა ეს სალომე მიდი დედამისთან დაუნება ესე შეფითო შეფიცა რასაკენ თხოვ და რა თხოვ და პირველი ნახეთრასიანობა ჰეროდე წადდა ათისევის თავი მოატანა და მართლაც ათისემი რომ შეპრობილი ყავდა ჰეროდეს ისიც სოლის დაგონებით მაგრამ ეს სოლი იმდეს ელაპარაკებოდა ისე ჩიჩინებოდა რომ დაიჭირა ათისემი მაგრამ მაინც ეშინოდა მისი მოკლის რადგან ფიქრობდა რომ ის შეეული არის წმინდანია და ხალხის ეშინოდა აჯადების აი სიმწროლა მან ყველაფერზე თვალები დაახუჭა სიმწროლეში გადადგა სასიკვდილო ცოტა ჩაიდი ასწავლე ძალებო ნათლისმცემლის იონათლისმცემლის თავის მოებოდა. როდესაც მოუტანეს ლაკნით თავიდან მიართვა სალომეამ დედამისს როგორც ეს გადმოსემოქმედება ნათლისმცემლის ნემსი აიღო ჰეროდიამ და ენას უჩხვითავდა. აი ისეთი გაჩშებული იყო წარმოიდგინე. ესე შეიძლება მხილების და სიმართლეს ვეღარ იტანდა. სიმართლეს, სინათლეს, ათლისემის გადაგებაც. და დაიწყო მისი დაჭრილება და ესე ამტკიცებულა შეშლიხა ნორმალურებად ამას არ გააკეთეს. შეიძლება მოხდა ისე რომ ეს ოჯახი დაისეჭა. კიდევ კვლავ წილი დასამეს ჰეროდეს სადახის შემდეგ და დაიბრალეს კეისრის კარზე ამჯერად ჰეროდე ვეღარ გამართლდა და ფაქტიურად სულტყუილად არაფერში დამნაშავე არ იყო მას დააწყდეს კეისრის წინააღმდეგ აჯანყებაში და გადაასახლეს გალიაში ამ საფრანგეთში და მას დაგაყვა ჰეროდია და სალომე სულ სიგანტაკეში ცხოვრობდა, შიმშილი სულ ძრებოდა. ერთი ლახწერილი ესეთი ეპიზოდი, რომ სალომე გადადიოდა მდინარეს. გაზაფხულის პირი იყო გაგენული იყო მდინარე, გადადიოდა მდინარეზე, უცბად ყინულებით ჩატყდა, დაიძრა ყინულები და ყინულებმა სალომეას მოაჭრეს თავი.